2008 წლის შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკებისას საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. 17 წლის წინ 11 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მეორე ქვეითი ბრიგადა საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად საავტომობილო კოლონით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. რა დროსაც შინდისის რკინიგზის სადგურთან ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. შეტაკებისას ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა. ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს მცირე საბრძოლო რესურსი ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის განაპირას შინდისის გმირების მემორიალთან გარდაცვლილთა ახლობლები და თანამებრძოლები, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დილიდან იკრიბებიან. მათ გარდაცვლილებს პატივი მიაგეს და მათი ბრძოლის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით 2008 წელს ომი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და არა რუსეთმა. ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა და ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება. როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს მოკლა მაგალითად სანდრო გერგულიანი ან საქართველოს მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველოს, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა რეჟიმმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა. სწორედ ესეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებით ვაკ გარანტია, რომ საქართველოს უკვდავია და კიდევ ერთხელ მინდა მივაგო პატივი და მარადიული ხსოვნა ამ მართლაც უვაშკაცეს გმირებს, რომლებმაც განაცვიფრეს მტერი და მოწინააღმდეგე იმდენად სამაგალითო, ასე ვთქვათ, გმირობა ჩაიდინეს. მოქმედი მთავრობა შენივე ქვეყანას ადანაშაულებს იმაში, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ომი დაიწყო. ესეთი აბსურდი, რომელიც უბრალოდ მხოლოდ ძალიან გარყვნილ პროპაგანდით twin შეიძლება გაჩნდეს. სამწუხაროდ გახდა უკვე რაღაც ნარატივი. გარდა იმისა, ზოგადად დამაზიანებელი ალბათ ჩვენი იმიჯისთვის, იმიტომ რომ მეგონი არავინ არ ბედავს, არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ ბედავს საკუთარი ქვეყნის დანაშაულებას ასეთ რაღაცაში. ასევე უბრალოდ მორალურად არასწორია, იმიტომ რომ რაღაცნაირად უხერხულიც არის, როცა შენივე ჯარისკაცებს, რომელიც ძალიან ბევრი დაიღუპა და ზოგადად ეთყო ძიმე გვერდია ჩვენი ისტორიის. ჩვენი მთავრობა აი ამ ხალხს ადანაშაულებს იმაში, რაც უბრალოდ არც კი არსებობდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება ქართულმა ოცნებამ მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა. პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავაც 100-თა სხვადასხვაობა რჩება. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას აპირებენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვისაც. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავაც ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლას არ აპირებენ. ნაციონალურმა მოძრაობამ და კოალიცია ცვლილებებისთვის ცესკოს-თვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო საარჩევნო ნომრები დაკარგეს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 17 პარტიამ შეიტანა განაცხადი, ხოლო 5 საარჩევნო სუბიექტი იმ ნომრებით იმონაწილეებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით საქართველოში არჩევნები რეალურად გაუქმებულია და საარჩევნო ნომერზე გამოკიდება ამ ეტაპზე არაადეკვატურია. ისევე თქმით, პარტია საკუთარ იდენტობაზე 5 ნომერზე უარს არ იტყვის და არც ბანერებზე აპირებს მის ჩამოხსნას. გახოთ კიდევ ერთხელ სპეცოპერაცია, რომელშიც ახლა არანაირ დეტალს პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია, წინასწარ ყველაფერი არის განსაზღვრული ივანიშვილის და მისი ბანდის მიერ. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს, ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ აქ სისტემური ოპოზიციის როლის მორგება იქნებოდა მათთვისვე დამღუპველი. როდესაც დაბრუნდება დემოკრატია საქართველოში, როდესაც დაბრუნდება პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, ბიულეტენში აუცილებლად დაბრუნდება ხუთიანი როგორც ნაციონალური მოძრაობის ნომერი. ჩვენი პრაიმერისი უახლოეს დღეებში გაიხსნება და დაახლოებით აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება სამგორის მანძილზე. ყველა სრულ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა თუ ის ზოგადად ჩვენ პრინციპებს, იდეებს იზიარებს და თან უნდა რომ კონკურენცია გაგვიწიოს
მე ჰერმან საბოს და იაგო ქუჩიას თბილისის მერობის კანდიდატი. ის რომ ჩვენ კანდიდატი დავაყენოთ განპირობებულია იმით რომ უბრალოდ ისეთი კანდიდატებია წარმოდგენილი ახლა ქართული ოცნების და დანარჩენი ოპოზიციის მხრიდან რომ უბრალოდ უხერხულია ჩვენ ამ მრჩეველს ასეთი არჩევანი დაუტოვოთ. ეს არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში, არიან შედარებით მცირე პარტიები. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. რა გვარებიც ისმის იმის გათვალისწინებით ერთ-ერთზე რო ავიღოთ ყოველ შემთხვევაში კახგალაძე მინიმუმ 60%-ს აიღებს თითოეულ მათგანთან იმართებით, ხო? ძალიან მარტივად არის საქმე, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას. თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება. თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი შედგა. პროცესზე ბრალდებულმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს. მოსამართლეს საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს. საქმე ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება. რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავე ცნოდა მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რეალური ბიზნესი ამდენი სულ არის საკონტ პოლიტიკური და პირადი შურისძიება. პირადი შურისძიება და იქიდან გამომდინარე რომ მე უარი ვთქვი იმ დროს დასაწყის დროს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და იმ ანტიდასავლურ ქმედებებზე, რომელიცთვისაც დღეს უკვე მთელი ჩვენი მთავრობა, ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა და ძალიან ბევრი დამპატივცემული პროკურორის კოლეგა არის დასაცილებელი. გიორგი ბაჩიაშვილმა ჩვენება ფიცის დადების შემდეგ ამომწურავად მიაწოდა სასამართლოს და მათ შორის პროკურორის კითხვებს პასუხობდა დაახლოებით საათს ნახევარი. ბრალდების ხარის მოწმეების, კერძოდ ქართულ ბანკის წარმომადგენლის ჩვენებებს და გამოკითხვის ოქმის დროს მიწოდებულ ინფორმაციებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობა და სწორედ ამის გამო არ უნდა მოხდეს გაზიარება. უკვე ვხედავთ 2 წელი ამ სასამართლო პროცესებს და რეალურად გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას და ამას ამტკიცებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფაქტები და უთყვარი მტკიცებულებებით. საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ძალადობის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. მათგან 1 პირს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 5 პირს კი ბრალდება 126-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა. თურქეთში ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. BBC-ს ინფორმაციით თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 91 წლის ქალი ქალაქ სინდირგიში ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. მინისტრის თქმითვე, მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა და 29 ადამიანია დაშავებული. სამძებრო სამაშველო სამუშაოები დასრულდა და სერიოზული ზარალის ან მსხვერპლის სხვა ნიშნები არ დაფიქსირებულა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაშავებულებს სწრაფ გამოჯამრთელებას უსურვებს, მისივე თქმით, ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო ყურადღებით კონტროლდება. Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროპელ ლიდერებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვა იქამდე სურთ, სანამ მისი შეხვედრა შედგება კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან. გამოცემა წერს, რომ ეს მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის შაბათ-კვირას გამართული ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრების შემდეგ დაიწყება. გამოცემის ცნობითვე, ევროკავშირის ელჩებს მოლაპარაკებების შესახებ კვირასაც ცნობეს და დღეს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრასაც გამართავენ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.